რომ საქართველოს ჭირდება და ყავს ძლიერი და კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც არის გააკონტროლოს მთავრობა და არ დაუშვას ის, რომ მთავრობამ გადაუხვიოს ქვეყნის არჩეული გზიდან, მთავრობამ ბოლოს და ბოლოს დაანებოს თავი წარსულთა ბრძოლას, დაანებოს თავი ჩვენი აშენებული შენობების კრევას და დაიწყოს ამ ქვეყნის მომავლის. იქნება საკარეო პოლიტიკური თუ შიდა პოლიტიკური არასწორი ნაბიჯი. ხალხმა თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს და აუცილებლად უნდა იქნას ხაზგასმული, რომ ხელისუფლებამ არ დაუშვას. ერთადერთია გავაპროტესტო ახალი ხელისუფლების ანტიდასავლური ქმედებები და გზები. ანუ ისინი ცდილობენ საქართველოს გადაუხვიოს დასავლურ გზას და გადაიხაროს რუსეთისაკენ, რაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია და მე ვთვლი, რომ ამ ქვეყნისათვის აბსოლუტურად დამღუპველია და არა მარტო მე ვთვლი ასე, ეს გამოჩნდა პლებისციტებზე, ეს გამოჩნდა რეფერენდუმებზე, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ასეთ.